გამუდმებით იმდენ ინფორმაციას ვიღებთ, რომ ჩვენი ტვინი მის გადამუშავებასაც ვერ ასწრებს. ამიტომ სამყაროს არსებული შაბლონებით ვავსებთ. ის, რასაც ვხედავთ, ჩვენივე მოლოდინებია. კონცენტრაცია ეხება გონებრივ ძალისხმევას, რომელსაც თქვენ მიმართავთ იმისკენ, რასაც მუშაობთ ან სწავლობთ ამ მომენტში. როგორც ყურადღების დიაპაზონი, ასევე კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალი მიზეზის გამო. ზოგს უბრალოდ უჭირს ყურადღების გაფანტვის გამოსწორება. ასაკმა და ძილის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრაციაზე. კონცენტრირების უნარის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და გაღიზიანება, რაც უფრო შორეულ ოცნებად აქცევს ყურადღების გამახვილებას იმაზე, რისი გაკეთებაც გჭირდებათ. კარგად განვითარებული ყურადღება თან ახლავს ყველა ფსიქიკურ პროცესს, აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას, მეტყველებას. როდესაც პირველადი სიმპტომებისგან გავთავისუფლდებით, ყველაფერი კარგ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. ამ დროს თავში მრავალი ფიქრი გვიტრიალებს, ხოლო რაც უფრო ვაიგნორებთ, მით უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე საუბარი კი სიტუაციას დადებითად ცვლის. აზრებიც ლაგდება და კონცენტრირებაც მარტივად შესაძლებელი ხდება. შემოქმედებითი ხედვის დაბრუნება. შფოთვისას მუდმივი ბრძოლისა და გადარჩენის რეჟიმში ვექცევით, რითაც ჩვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვზღუდავთ. ამაზე საუბრის დაწყება კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გვაბრუნებს და ჩვენს შემოქმედებით ხედვასაც აღვიძებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად გაქვთ უნარი დაებრუნოთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. შფოთვისას კი ერთადერთი რაც გჭირდებათ, მასზე საუბარია. ხშირად რთულია სამუშაო სივრცეში არსებული სტრესისა და შფოთვის თავიდან არიდება. შესაძლოა დედლაინებს ვერ უმკლავდებოდე. ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდეს ან თუნდაც უკმაყოფილო მომხმარებელი. ეს ყველაფერი სამსახურის განუყოფელი ნაწილი კია, მაგრამ ამასთან ჩვენთვის სტრესის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ სხეულზეც უარყოფითად აისახება. დილით გაღვიძების დროსაც კი წინა დღის მოვლენები რომ გვიფუჭებს განწყობას. აი ეს უკვე დღის არასწორი დასაწყისია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.